ჭიათურაში საბაგირო გზების მშენებლობის პირველი ეტაპი იწყება. ფრანგული კომპანიები ჭიათურაში საბაგირო გზის მშენებლობას განახორციელებენ. პირველი სამუშაო შეხვედრა კომპანიების წარმომადგენლებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის გაიმართა. დღევანდელი შეხვედრა მინდა ვთქვა ძალიან ნაყოფიერი და კარგი, იმიტომ რომ თითქმის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ადგილობრივი სამსახურები მზად დახვდნენ, შეიძლება ითქვას, რომ ნახევარი საქმე წინაა წაწეული. ჩამოსული არიან თვითონ პომაგალსკი, რომელიც აშენებს ამ საბაგიროებს და კომპანია სისტრა, ესეც ფრანგული კომპანია, რომელიც უნდა ჩაატაროს სატრანსპორტო კვლევა ჭიათურაში, რომ სად უკეთესია საბაგირო გზების ხაზების გავლება. ერთობლივი სამუშაოები ჩატარდება მუნიციპალიტეტთან, ადგილობრივებთან, გაითვალისწინებენ კულტურულ მემკვიდრეობას, დასახლებულობას ხალხს თუ ნაკლებად დაზარავდეს და ძალიან გვიხარია, უკვე დაიძრა საქმე და ყველაფერი მიდის გეგმის მიხედვით. 2016 წელს ჭიათურაში იქნება ახალი თანამედროვე ევროპული დონის საბაგიროები. ჭიათურაში ჭიათურის ბაგირგზების პროექტის მენეჯერი, ექსპერტი, კარტოგრაფი და სხვა აუცილებელი კადრები იმყოფებიან, რომლებიც სატრანსპორტო კვლევებს ჩაატარებენ. მათი თქმით, საბაგირო გზა ჭიათურის მოქალაქეების მოთხოვნების შესაბამისი იქნება. ჩამოვედით საქართველოში, რათა განვახორციელოთ დიდი პროექტი. არსებული საბაგირო გზების განახლება, რეაბილიტაცია იქნება 4 ძირითადი მიმართულება. ამ ვიზიტის შემდეგ ვფიქრობთ, რომ კარგად შევისწავლოთ ჭიათურის მოთხოვნები და საბაგირო გზა ჭიათურის პირობებს და საჭიროებებს მოვარგოთ. სად იქნება გადაადგილებები ახალი სადგურების რა მიმართულებით იქნება, რა სიმძლავრის და ყველაფერი ტექნიკური მახასიათებლები და კვლევა ძირითადად გეოლოგიური ეს რუკები აინტერესებთ და ყველა არსებულ სიტუაციას მივაწოდებთ ჩვენი მხრიდან და დავეხმარებით ამ აღნიშნული ინფორმაციის მოძიებაში. წინასწარი ინფორმაციით საბაგირო გზას ჭიათურაში 4 ძირითადი მიმართულება ექნება. მშენებლობა როგორც არქიტექტურის სამსახურში აფასებენ, მაღალი რისკის მქონეა და მისი დაგეგმა განსაკუთრებულ დაკვირვებას საჭიროებს. ძალიან ნაყოფიერი იყო დღევანდელი შეხვედრა, იქიდან გამომდინარე, რომ მუშაჯგუფია ჩამოსული, რომელსაც განაწილებული აქვს ფაქტიურად ფუნქციები და დაყვანილი აქვს იმ მინიმუმამდე, რომ ყველას ევალება რისკის გათვლა მაქსიმალურად, ვინაიდან მეხუთე კლასის მშენებლობასთან გვაქვს საქმე და მაღალი რისკის შემცველობის არის, მაქსიმალურად რისკს აქვს გათვლილი, რომ მაქსიმალურად უსაფრთხო იყოს ჩვენი მოქალაქეებისთვის ეს ტრანსპორტი. ფაქტიურად უკვე დაწყებული არის პროექტირებაზე მუშაობა და ერთი კვირის შემდეგ დადებენ თავიანთ ასე რომ ვთქვათ არგუმენტებს, სად როგორ შეიძლება სადგურის მოწყობა და იქიდან გამომდინარე უკვე პროექტირებაზე და ანუ ფურცელზე გადაიტანებენ ამ ყველაფერს. კომპანია პომას და სისტრას სპეციალისტთა ჯგუფი ქალაქში ერთი კვირის განმავლობაში დარჩება. მათთან ერთად იმყოფებიან საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები.